ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, ნახოთ ახლა ჯერ ენერგიები, დღის კარტი, ჩვენი სიტუაცია, ენერგიები, ჯერ ვიწყებ ჩვენით, ანუ ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. რა ენერგიებში ვართ, დღის კარტი და რა სიტუაციაა. ენერგია არის, ანუ ცოტა არ იყოს რაღაცები გადატვირთულ ხართ, რაღაცები გაგიკეთებიათ და ეხლა თითქოს რო ისვენებს ადამიანი, აი ცოტა ხანი არაფერს თავი არ მაქვს. აი რაღაც ესეთი ვარიანტია, მაგრამ გასაკეთებელი მაინც გაქვთ, წინ არის აგერ. საქმე, სამუშაო, რასაც შეუდგებით ალბათ ხვალიდან და მდგომარეობა გაურკვეველი. არ ვიცი, სავსე მთვარეობაც მოდის, ახლა გვიახლოვდება მთვარის დაბნელება. იქნება ვიძახიან რეტროგრადულიო. ნახოთ. აბა ეს ყველაფერი მთვარის ფაზებს ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს და ჩვენზე იმოქმედებს ეს მთვარის დაბნელება, რომელიც მოდის. ეხლა მომავალში. დიდად არ იმოქმედებს, უბრალოდ აქ საქმის ვარიანტს მაჩვენებენ, რომ აი რაღაცე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ხო, იგივე სესხის გამოტანა, ვალი, რაღაცები არ უნდა გააკეთოთ, აი ესეთი რაღაცა არის. უბრალოდ ცოტა ხანი უნდა გაჩერდეთ, 3 დღე, 18-დან. 18 თებერვლიდან 20-21 აი ესე რა, აი ამ რიცხვებში. ეხლა პირადზე არის გაშლა ესეთი. ეს ადამიანი ვისთანაც ცხოვრობს, ხომნა იყო, სამკუთხედზეა, ვისთანაც ცხოვრობს და ვისთანაც არის, თუ არის იმასთან ბედნიერი. ჩაიფიქრეთ ორ ვარიანტს გავაკეთებ. ეს ადამიანი ვისთანაც ცხოვრობს, ახლა იმ ადამიანთან თუ არის ბედნიერი, პირველი ვარიანტი და თუ არის ეს ადამიანი იმ ადამიანთან ვისთანაც ცხოვრობს ბედნიერი, ვისთანაც არის, ნუ ხა ეს ქორწინებაა თუ არა, აგერ მთვარე ამოდის გაურკვეველი სიტუაცია, თუ არის ეს ადამიანი იმასთან ბედნიერი. აქ პირველ ვარიანტთან ამოდის, რომ თავიდან ანთებული იყო, ეს იყო ბნება, რის გამოც მათი ურთიერთობა დაიწყო. რა თქმა უნდა, ქვედა, ანუ წელს ქვემოთ ორგანოებიდან გამომდინარე, მაგრამ ეხლა პოზიციების დაცვა და აქ სტაბილურობა ჩანს, ოღონდ ინტერესი უფრო ფულზეა, ანუ ფულთან დაკავშირებითაა უფრო ინტერესი პირველ ვარიანტთან და მეორე ვარიანტი. თუ არის ეს ადამიანი იმასთან ვისთანაც ცხოვრობს ბედნიერი. აქაც არის საყვარლობის ვარიანტი, სამკუთხედი, არჩევანი. იმ ადამიანთან ბედნიერი არ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი უზრუნველყოფს, შემოაქვს, აქ დაბრკოლება ოჯახში, სიცივე, ან იმ პარტნიორთან ვისთანაც არის. რაღაცა ესეთი მე ჩემთვის, შენთვის, აი პოზიციების, როგორც პირველთან, ასევე მეორესთან. ანუ სამკუთხედზე მთხოვეს და ჯერ ესეთი სტილით ვაკეთებ, ხო? კარგი, ეხლა მოდი აბა სამკუთხედებზე. რა მდგომარეობაში ეს ადამიანი, ვისანაც გაქვთ სამკუთხედი, იქ იმ თავის ოჯახში თუ თავის სიტუაციაში და თუ კიდე ფიქრობს თქვენზე, ესეთი სამი კითხვა იქნება, ესეც ორ ვარიანტს. დავიწყებ პირველი ვარიანტით, რა მდგომარეობაში ეს ადამიანი იქ ვისთანაც ცხოვრობს, ვისთანაც არის, თუ არის ბედნიერი და თუ ფიქრობს თქვენზე. და მეორე ვარიანტი, რა მდგომარეობაში იქ ვისთანაც არის, თუ ფიქრობს თქვენზე და თუ არის ბედნიერი. პირველი, მეორე, ან მოусმინეთ ორივე. ნაირჩიეთ, რა ვიცი, პირველი, მეორე. დავიწყებ პირველი ვარიანტით, აბა, ნახოთ.
სამ კუთხეზეა საუბარი. ესე იგი, აქ ამოდის საყვარლების კარტი. სიტუაცია იყო ასეთი, რომ ვისთანაც არის ეს ადამიანი, ვისთანაც ცხოვრობს, დამთავრებული არა აქ, აკავშირებს ოჯახში, აკავშირებს ქონება, აკავშირებს რაღაც სიტუაცია, გარემოება, მაგრამ ამ ადამიანისგან იყო ღალატი რა. ალბათ, რა ვიცი, თქვენამდე თუ ყავდა ვინმე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საყვარლების კარტი ამოდის. და პირველ ვარიანტთან, ეხლა თუ ყავს ვინმე სხვა, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა. საყვარლის ვარიანტს გულისხმობ, თუ ყავს ამ ადამიანს ვინმე სხვა. არა, ნახეთ ეხლა როგორი სიტუაციაა. ძალიან ბევრი საქმე აქვს, მოკიდებული აქვს ტვირთი, როგორც იტყვიან, დაგრუზულია ამ თავის სიტუაციებში, პასიური იმპერატორის პასიური ენერგია და დანგრევა. ანუ ეხლა არავინ არ ყავს და თქვენთან მიმართებაში, თუ კიდე ფიქრობთ თქვენზე. პირველი ვარიანტი, თუ კიდე ფიქრობს თქვენზე, ანუ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ყავდა და გაუგეს, ანუ ძალიან დიდი გადასახადი დაუჯდა, ასე ვთქვათ, იმის გამოსყიდვა და ეხლა თქვენს მიმართ თუ აქ გრძნობა ვერ რისკავს ადამიანი და თუ მაინც ფიქრობს თქვენზე პირველ ვარიანტთან, სამსახურის სიტუაცია, ანუ მუშაობს, შეიძლება ერთი რაღაც სფეროთი ხართ დაკავებული, ან სამსახურიდან არის, ან რაღაც საქმე გაკავშირებთ, საჯარო გაშლა ხო, ყველაზე ვერ, რა თქმა უნდა, არ რეზონირდება, მაგრამ აქ ჩანს, რომ ფიქრობს, მაგრამ ამოდის ბალანსის კარტი, ცდილობს თავი შეიკავოს, თავი დაიბალანსოს, ანუ არ გათქვას ის, რომ მაინც აქ გრძნობა და ეს ადამიანი უფრო წამსვლელია, ნახეთ, აირჩევს სტაბილურ სიტუაციას, სადაც არის და კიდე რაღაც ინტრიგაში არ გაეხვევა. ეს არის პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი ვნახოთ. ვისთანაც არის თუ არის ბედნიერი. მეორე ვარიანტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მეორე ვარიანტს აქვს ვალები, გადასახდელი, რატომაც არის ეხლა აი ესეთ სიტუაციაში, როგორშიც არის, ეს ან წარსული ცხოვრებიდან არის, ან კარმის ვარიანტია და ეხლა იხდის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ძალიან დიდი დაბრკოლება აქვს, გულგაციება, სულ ესე იგი რაღაცა პრობლემები და პლუს სხვაგვ შეწირვის კარტი, რაც ნიშნავს, რომ სტაგნაციაც და ეს ადამიანი არის როგორც სხვაგვ შეწირული იმ სიტუაციაში, რაშიც არის, ანუ ამ შემთხვევაში, სადაც არის. და აქედან გამომდინარე, ვერც იქით არის, ვერც აქეთ არის და თქვენთან მიმართებაში თუ ფიქრობს კიდე ეს ადამიანი. თქვენთან მიმართებაში სამკუთხედზეა გაშლა. თქვენზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, თქვენ მისთვის ენთუზიაზმით ივსება, იმდენად მოტივირებული, იმდენად ყველანაირად ორგანიზებული, აი ვარსკვლავით, ულამაზესი ქალი ხართ, შეიძლება დაშორების კარტი ამოდის, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება შორს ხართ, თუ მანძილით არ ხართ შორს, ფიზიკურად ისე შეიძლება ამ წუთას არ გაქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ზემოდან ამოდის უმაღლესი, უზენაესი სასამართლო, საყვირს ჩამოკრავენ ანგელოზები, ნიშნავს, რომ ჩვენი დრო მოვიდა, დამთავრდა, მიდის განკითხვის დრო, ანუ ეხლა არის სიტუაცია. ყველაფერი უნდა გამომზეურდეს, ყველაფერს ფარდა უნდა აეხავდოს, ყველა სიტუაციიდან, ყველა სფეროდან, ის ტყუილები, ის მოხვეული თავზე, ყველაფერი რაც იყო, უნდა ამოტივტივდეს და ეხლა ვიგებთ ბევრ რამეს და კიდე გავიგებთ სიმართლეს და თქვენთან მიმართებაში რას აპირებს მეორე ადამიანი, რომელიც თქვენ კი ხართ მისთვის ამომავალი ვარსკვლავი. რას აპირებს თქვენთან მიმართებაში? მოგაწონოთ თავი შორიდან,
ესე იგი გრძნობა აქვს, მით უმეტეს თუ არ არის ფხიზელი, მაშინ ეძალება, უნდა რომ ესე იგი სულ იყოს გამარჯვებული, სულ იყოს მაგარი, სულ იყოს თქვენ თვალში, რა თქმა უნდა, რამდენად ასრულებს ამას არ ვიცი, მაგრამ თქვენ თვალში, მაგრამ აქ ძალიან დიდი დაბრკოლებები, ბრძოლა, უთანხმოება, თქვენამდე რომ მოვიდეს, რა თქმა უნდა, უშლის ეს ადამიანი ვისთანაც არის და ამ შემთხვევაში ის ქალი, ცოლი, მეუღლე, პარტნიორი, არ ვიცი. და აბა ვნახოთ, გადალახავს ამ დაბრკოლებებს რომ მოვიდეს თქვენამდე. მიზეზი ეს არის. თავარი. აქ ამოდის არსული სიყვარული. სიყვარული, რომელიც ნამდვილია, მარადიულია და ამოდის მზე. გადალახავს. მე ვფიქრობ, რომ გადალახავს. მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ ძალიან სტაგნაციაშია უკვე ჩავარდნილი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც აი თავისი მოვალეობების რაღაც თავისი რაღაცების გამო ასრულებს ამ თავის როლს ამ ცხოვრებაში. ერგო ესეთი ბედი, მაგრამ გადალახავს, იმიტომ რომ მაინც სიყვარული გაიმარჯვებს. ესე ამ მეორე ვარიანტთან ჯერჯერობით და თქვენს გრძნობით ხართ აღსილნი, ანუ აქ სამკუთხედზეა საუბარი. ვიცი. აბა თქვენ იცით შემოკარგებ. ჯერჯერობით სულ ეს არის.